გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 2 დეკემბერია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, სოხუმელი ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ვეტერანი ფეხბურთელი და მწნელი, წარმატებული წნელი ნუგზარ ბოჯგუა, სოხუმის საფეხბურთო კლუბ ცხუმის მთავარი წნელი, კლუბისა, რომელიც იყო და დარჩება საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. და როცა მას გადავცემ სიტყვას, უფრო დეტალურად ვიტყვი მის საფეხბურთო და სამწნელო კარიერაზე. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, 1991 წლიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი ბატონი თემურ ჟავია, რომელიც მთელი ცხოვრების თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კარიერის პერიოდში სულ იყო სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი, ქართული სპორტის მცოდნე და ადამიანი, რომელიც არის დაკავშირებული აი სოხუმის ხუმთან, საფეხბურთო კლუბია თუ სასტუმრო იყო თუ ანსამბლი იყო, აი სიტყვა ცხუმის ძველი ქართული სახელწოდება სოხუმის ძველად ერქვა ცხუმი, იმის ერთ-ერთი ამღორძინებელი. დიდი მადლობა ბატონ თემურო მობრძანდით. მადლობთ მოწვევისათვის. და სანამ დავიწყებდი გადაცემას და მივცემდი სიტყვებს ჩვენ სტუმრებს, ჯერ ერთი ორი სიტყვას ვიტყვი ბატონ ჯამლეთ ხოხაშვილზე. ჯამლეთ ხოხაშვილი იყო და არის დიდი ასოებით შევიდა ქართული სპორტის და კულტურის ისტორიაში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში შეიძლება ასე ითქვას. ის იყო ცხინვალიდან წარმოშობით, მამამისი, დედამისი, ძმაც თბილისში დაიბადა ბატონ ჯამლეთი, მაგრამ ბავშვობაში სულ იქ იყო, რომ მისი მშობლები, დედა და მამა იყო ცხინვალიდან. ბატონ ჯამლეთი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ცხოვრობდა სპორტული ცხოვრებით, იყო მოკრევე, მერე ხელბურთელი და 58 წელი ზედიზედ იყო ტელერადიო კომენტატორი. სოფლიოში სამეულში შედის, როგორც ჩვენ დავადგინეთ, ამ ხანძილოვის პერიოდით, კოტე მახარაძეს ოფიციალური მოწაფე და ბატონ ჯამლეთს ძალიან კარგად ესმოდა საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობა. მისი ცხოვრების გარკვეული ნაწილი არის დაკავშირებული გაგრასთან და სოხუმთან და მას ძალიან კარგად ესმოდა საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობა და ამიტომ როცა დაიწყო გადაცემები 2016 წელს ეს გადაცემა მე მპატიჟებდა იმისათვის რომ ჩვენ გადაცემებში წარმოვადგინოთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენები, მწნელები და ასე შემდეგ. და 2022 წელს როცა გახდავთ, მითხრა თენგო სანამ ცოცხალი იქნები, გააგრძელეს გადაცემები 23 წლის აპრილში გარდაიცვალა. ის რჩება ჩვენს გულებში და დიდი ასოებით შევიდა თანამედროვე ქართული სპორტის, კულტურის და საზოგადოების ისტორიაში. რამდენიმე წუთით მინდა გავჩერდი იმ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე, ექსკლუზიურ მასალაზე, რომელიც მე მივიღე ბელგიიდან, ახლა გამოჩნდება ფოტო, ვიდეო მასალა. თქვენ კადრებში ხედავთ 11 წლის ზეიდ დოლტმურძიევს. 11 წლის დოლტმურძიევი ბელგიაში ცხოვრობს, მამამისიც უმალა დოლტმურძიევი, მოკრევე არის თვითონ და მამამისმა მომწერა რომ ამ ბიჭის კუმირი სპორტში არის მერაბ დვალიშვილი. კომაგოს 11 წლის ინგუში ბიჭი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბელგიაში, ის კომაგობს მერაბ დვალიშვილს. ზედის ეს ბიჭია. მისი მამამისი უმალა დოლტმურძიევი 90-იან წლებში იყო ფეხბურთელი, ინგუშეთში თამაშობდა მალგობეკის კლუბ ნეფტიანიკში. 2000 წლიდან ბატონი უმალატი ცხოვრობს ბელგიაში. ეს მისი შვილია ხალიდ დოლტმურძიევი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულიდან თამაშობს თბილისის დინამოში. თბილისის დინამოს ფეხბურთელია და საქართველოს 19 წლიდან ნაკრების წევრი. მანამდე ის თამაშობდა ბელგიაში, დაიბადა, გაიზარდა, ბრიუგეში თამაშობდა ბოლო წლები და უარი უთხრა ბელგიას და რუსეთს მანამდე რომ ეთამაშა ბელგიის ან რუსეთის ჭაბულთა ნაკრებში. აირჩიეს მამამისია უმალატ დოლტმურძიევი, ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ცხოვრობს ბელგიაში.
რაც შეეხება მის მეორე შვილს ხალიდ დოტმურზიევს უარი უთხრა ბელგიას და რუსეთს და აირჩია საქართველოს ნაკრებად. რატომ? უმალატის ბებია, ესე იგი ხალიდის დიდი ბებია, დაბადებულია საქართველოში. ხალიდის მეორე დიდი ბებია უკვე დედის მხრიდან ის ქართველი იყო, ისიც საქართველოსდან არის. ესე იგი ამ ინგუშ ოჯახს ძალიან დიდი სითბო და სიყვარული აკავშირებს საქართველოსთან. ამიტომ აირჩია თვითონ ხალიდ დოტმურზიევმა 18 წლის არის, წარმატებული ფეხბურთელი. თქვენ ვიცით რომ თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე, UEFA ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოდის 19 წლამდელებს შორის 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა დოტმურზიევმა და 3 გოლი 3 საგოლი პასი, 3 თუ 2 არ მასო ზუსტად. ხედავთ მის გოლებს, მათ შორის ლარნაკას გუნდთან 2 მატჩი 2 მეტოქე დაძლიეს ბოსნიის კლუბი ზლინსკი და მერე კვიპროსის აეკი ლარნაკა 5 და 10 დეკემბერს თბილისის დინამოს 19 წელთა გუნდი ჩაატარებს თბილისში 2 შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში მინსკის დინამოსთან. რატომ თბილისში? იმიტომ რომ მინსკის დინამო სულ გასვლა თამაშობს გასაგები მიზეზების გამო. არა მარტო მინსკის დინამო, არამედ ხშირად ბელარუსის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები, მათ შორის ქალთა ნაკრებიც. ამიტომ 5 დეკემბერს თბილისში ჩატარდება ეს მატჩი, იქნება როგორც მინსკის დინამოს საშინაო მატჩი და მაყურებლების გარეშე. მარტო ჟურნალისტები დაიშვებენ. 10 დეკემბერს კი 5 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თბილისის დინამო 19 გუნდი ჩაატარებს მეორე შეხვედრას მინსკის დინამოსთან და თუ ეს ეტაპი დავძლიეთ, პირველად ისტორიაში ქართული გუნდი გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პლეი-ოფში გავდივართ. ეს იქნება უდიდესი წარმატება, ამიტომ მივმართავ ყველას თხოვნით. მოგზანდით ამ მატჩზე 10 დეკემბერს 5 საათზე წინასწარ შეიძინეთ ბილეთები და სხვათა შორის მინდა გითხრათ ბატონ თემურ და ბატონ ნუგზარ. ამ გუნდში თბილისის დინამოს 19 გუნდში თამაშობს ერთ-ერთი წამყვანია რეზი დანელია, დედით სოხუმელი, მისი და იყო ნათია დანელი არის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი 23 წელს 2023 წელს ნათია დანელია გახდა საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. ამ გუნდში თამაშობს კიდევ ერთი სოხუმელი. ახლა არ ვიცი ითამაშებს თუ არა 5-ში თუ 10-ში გასაგები მიზეზის გამო. კიდევ ერთი სოხუმელი მათე შათერიშვილი. დედაც, მამაც სოხუმელები არიან, ბებიასაც ვიცნობ, ბაბუასაც ვიცნობ, სოხუმელი. შეიძლება კიდევ არის, მაგრამ მე არ ვიცი ბოლომდე ინფორმაცია, რამდენიმე კაცი დაგესახელეთ. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ეს ბიჭები გაგვახარებენ 19 თბილისის დინამოს 19 გუნდი. რასაკვირველია, ახლა მე დაუბრუნდები ხალიდ დოტმურზიევს. ის ცხოვრობს, ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის. დინამოს აკადემიაში გახსენდებათ ხო ხვიჩა რომ ცხოვრობდა ყაზანში ბაზაზე დინამოს აკადემიაში ცხოვრობს როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს და დიდი იმედი მაქვს რომ დოტმურზიევი რეზიდანილია მითი თანაგუნდელები ჩვენ გაგვახარებენ 5 და 10 დეკემბერს და გავალთ შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფში გავალთ. დიდი მადლობა მინდა უთხრა თბილისის დინამოს პრეზიდენტს რომან პიპიას, გენერალ დირექტორს ზაზა დოლიძეს, გუნდის მწვრთნელებს, ადმინისტრაციას, რომ აი ესე 19 წლოვანი გუნდი ასე დიდ წარმატებისგან მიყავთ. მე რატომღაც გული მიგრძნობს რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს ეტაპი კი მინსკის დინამო საკმაოდ სერიოზული გუნდია იცით თქვენ ბატონო გზარ ისეთ ცოტა უხეშ ფეხბურთსაც შეიძლება თამაშობდეთ ძალიან რთული იქნება მათთან ჭიდილი მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს. ახლა კი მინდა წარმატგენოთ ჩვენი გადაცემის დებიუტანტი, ერთ-ერთი დებიუტანტი, ორივე დებიუტანტი ამ ფორმატში, თორემ ბატონ თემური ხშირად გამოდის ტელევიზიით, თემურ ჟავია. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი დებიუტანტი ბატონი ნუგზარ ბოჭკუა. დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ მობზანდით. ნუგზარ ბოჭკუა, სოხუმელი კაცი, ვეტერანი ფეხბურთელი, მწვრთნელი. 70-იან წლებში თამაშობდა სოხუმის დინამოში, მერე თამაშობდა წალენჯიხის სკურში, მოკითხა წალენჯიხას დაბრუნდა სოხუმში, დაიწყო მუშაობა მწვრთნელად, ჯერ ბავშვებთან, ჭაბუკებთან და იყო სოხუმის დინამოს მეორე ლიგაში თამაშობდი დუბლების თავით პირველ ლიგაში რომ გადავიდა. იმ დროს ხო იმ სეზონში 99-ში მეორე ლიგიდან პირველში რომ გადავიდა, იყო დუბლების თავი წელი 90 წელს როცა შეიქმნა საფეხბურთო კლუბი სოხუმის სხუმი საქართველოს ერთიანობის სიმბოლო რომელმაც წარმატებით ითამაშა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავიდან ბატონ ნუგზარი იყო მეორე მწვრთნელი, იმიტომ რომ თავი წელი იყო საქართველოს და საკავშირის დამსახურებული მწვრთნელი ოჩამჩირელი წარმოშობით
გახსოვდით ბატონი ანატოლი გიგა ნორაკიძე, რომელიც ქუთაისის ტორპედოში დიდი ხანი მუშაობდა, თქვენ იყავით ბატონ გიგას თანაშემწე. 91-12 წლებში ორი სეზონი ბატონი ნუგზარი იყო ცხუმის მთავარი მწვრთნელი. შემდეგ უკვე დევნილობაში კიდევ 99 აგრძელებდა უკვე თბილისში 98 წელს რომ გაგრძელდა ეს აღდგა უბრალოდ სოხუმის ხუმი იყო სოხუმის ხუმში იყო თბილისის ამერის მეორე მწვრთნელი რომის თავარი მწვრთნელი იყო ჩიხრაძე ახლაც არის სოხუმის სულის თავარი მწვრთნელი სოხუმის ხუმის რეგიონალურ ლიგაში გამოდიხარ ახლა კი სიურპრიზი თქვენთვის ბატონ ნუგზარ თქვენ ეს ცოცხლად გაქვთ ნანახი მაგრამ ეკრანზე არა მინდა ვთხოვო პროდიუსერს ჩავთოთ ის უნიკალური კადრები ჩემი არქივია ეს უბრალოდ ოჩამჩირის ტელევიზიის არქივი რომელიც მე ჩავიგდე ხელში დიდი ხნის წინ თქვენ ახავთ ფრაგმენტებს მატჩისა სოხუმის ხუმი ოჩამჩირის ამირანი 92 წლის 7 აპრილი გთხოვთ Добрый вечер, любители футбола. Очамчирское телевидение ведет свой репортаж с Сухумского республиканского стадиона. 1/4 финал розыгрыша Кубка Грузии по футболу между командами Сухуми, Амирани и Очамчири. Итак, играющие сегодня команды. Команда Амирани Очамчири, номер 1, Бабуадзе Георгий. Номер 2, Ахвалидьяни Бадри. Номер 3, Заламидзе Отари, капитан команды. Номер 4, Доче Георгий. Номер 5, Чвирки Абесик. Номер 6, Гучо Вальтер. Номер 7, Гурская Заза. Номер 8, Вартанов Гарри. Номер 9, Толвардава Ливан. Номер 10, Джорджо Гела. Номер 11, Трувалев Юрий. Главный тренер команды Гарри Сордия, тренер Вячеслав Курсо, президент клуба Инвери Толвардава. Сухуми. Жожолиани Гоча, номер 1. Номер 2, Чехрадзе Георгий. Номер 3, Парулава Зураб, капитан команды. Номер 4, Кургинян Ашот. Номер 5, Малания Сосо. Номер 6, Джиладзе Звиади. Номер 7, Гаделия Тимур. Номер 8, Попава Дмитрий. Номер 9, Джишкариани Михаил. Номер 10, Цава Григорий. Номер 11, Габискирия Юрий. Главный тренер команды Нугзар Боджхо, тренер Мираб Гогохия. Президент клуба Гурам Габискирия. Итак, мяч у Толвардава. Извините, я еще не сказал о судьях. Судья встречу, судья в поле. Анатолий Мильченко. Судьи на линии. Давид Саная и Автодил Самхарадзе. Все судьи из города Сухуми. Итак, Джоджо с мячом.
Выпускает Джоджо мяч за боковую. დიდი მადლობა პროდიუსერს. ეს იყო 1992 წელს 7 აპრილს ომამდე საქართველოს ეროვნული თასის მეოთხე ფინალური მატჩი სოხუმის ხუმის თავჩამჩირის ამირანის მატჩის ფრაგმენტები 3-1 მოიგო სოხუმის ხუმმა. გამოაცხადეს უსმენდით შემადგენლობები, მათ შორის სოხუმის ხუმის თავარი მწნელი ნუგზარ ბოჯგუა. უფრო დიდი არსებობს, მაგრამ ამით შემოვიფარგლეთ ჩვენ დღეს შემოვიფარგლეთ დაახლოებით 4 წუთიანი ფრაგმენტით. ახლა მაყურებელს აუხსნ რომ იმ სტადიონზე ორი მხარე, ერთ მხარეზე რომელიც არ ჩანდა. იქ სავსე იყო, მაგრამ მეორე მხარეზე მიმდინარეობდა მშენებლობა ტრიბუნების, რომ მომხდარიყო ვერ მოასწრეს ომამდე, ხო, ერთ მხარეზე სტადიონი აშენდა 77 წელს, მანამდე იყო ძველ სტადიონზე ორჯონიკის და ლესელიძეს ქუჩებს შორის. იქ ნაკლები ხალხი, ვითომ ნაკლები ხალხი, სინამდვილეში რაოდენობა თითქმის არ დაიგივ იყო ეს თანამედროვე სტადიონი და ერთ მხარეზე უკან ჩანს, რომ ეს ტელევიზიის კამერა აქედან იყო დაგებული. 7000 ეტევოდა. ამ ახალ სტადიონზე. ახალ სტადიონზე ერთ ტრიბუნაზე. ერთ ტრიბუნაზე, მეორე ტრიბუნა კიდევ 7000. რა ძველ სტადიონზე ეტევოდა 6000-ზე და ზოგჯერ გადაჭედილი იყო ხეებზე ვიჯექით და ისე იყო. ხო, პატარა სტადიონზე იყო, ხო. ნუგზარ ბოჯგუა, პადონ ნუგზარ, ახლა თქვენ ამას რომ უყურებდით, ეს ცოცხლად თქვენ იჯექით და უყურებდით, მაგრამ მე მგონი კადრები არ აგაქვთ ნახე. რამდენი წელი გავიდა, ხო, 33 წელი. ახლა სანამ ამ მატჩის კომენტირებას და საერთოდ ხუმის კომენტირებას გავაკეთებთ, 1-2 სიტყვით მინდა კითხოთ ახლა სოხუმში თქვენ გახდით ფეხბურთელი, ეს არავის არ უგვირდა, მაგრამ როგორ აღმოჩნდით ფეხბურთში? მაინც შეიძლება ეს გავიხსენოთ 1-2 სიტყვით, როგორ აღმოჩნდით, რომ ძირითადი გართობა იყო სანაპირო, ზღვა, ტურისტები და ფეხბურთი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ როგორ აღმოჩნდით ფეხბურთში და მე ვიცი თქვენ სულ ძალიან დისციპლინირებული იყავით ყოველთვის ქართულ გერმანულ სტილში, გიყვარდათ ეს დისციპლინა, კაცრი იყავით, მაგრამ იმავე დროს თბილიც, მე ასე ვიცი ფეხბურთელებისგან, კაცრი და თბილიც. აი ეს როგორ ახერხებდით ამას? ჯერ როგორ დავიწყო, როგორ გახდით ფეხბურთელი, ვინ იყო თქვენი მწნელები და მე სოხუმის დინამოში 2 სეზონი ითამაშეთ, მე წალენჯიხაში 4 სეზონი, მე დაბრუნდით სოხუმში, ტრამებიც ჰქონდათ, მე მწნელობა ერთი რამდენიმე წუთით ეს გავიხსენოთ. ყველა ჩვენ ვინც სოხუმში დავიბარეთ, გაზრდილი ვართ, ყველა ვთამაშობდით ქუჩაში ფეხბურთს. ეს პირველი იყო ფეხბურთი გეთამაშა და მე საერთოდ სკოლიდან წავედი ტანვარჯიშზე. ტანვარჯიშზე ვიყავი მაშინ 10 წლის, 11 წლის და ასაკურბიში ვიყავი ნაკრების წევრი რა აფხაზეთის საქართველოს სპარტაკიადებს. სოხუმი რა ქალაქი იყო, აუ ეს ქალთა სპორტია და რა გინდა და ფეხბურთს თამაშობდა, წავიდეთ ფეხბურთს და ძმაკაცები ვინც ხავდა ჩვენ უბანში, დადიოდნენ გოჯოსთან. ბოდი შეხოთ თქვენთან, აი ეს არის სოხუმის ფოტოები, რომელიც მე ამოვიღეთ თქვენი გვერდიდან. დიახ, თქვენი სულ გააგრძელეთ. მე და სოსო. კი, გააგრძელეთ ტანვარჯიშით, ხო. და წავედით, ვისთან უნდა წავიდეთ, ყველა დადის გოჯოსთან. ილია ილიჩ ჩიტაია, ხო? მაგარი კაცი, მაგარი ადამიანი, საერთოდ აი ჩვენ ბავშვობას რო ვიხსენებ, ხო? ყველა მწნელი მარტო მწნელი კი არ იყო. იყო კაცი და იყო მასწავლებელი. პედაგოგი, რომელიც გასწავლიდა როგორ უნდა მოქცეულიყავი ყველგან. ურთიერთობაში. ხო, მინდორზეც კაცი უნდა ყოფილიყავი და ქუჩაში კაცზე კაცი უნდა ყოფილიყავი რა. მაშინ ითამაშებდი ფეხბურთს. ასეთი სლოგანი იყო ჩვენთვის რა. გააგზელეთ. წავედი ფეხბურთში, მანამდე ჩვენ შენ ხო გასულ 12 წლამდე არ ღებულობდნენ ფეხბურთში. ხო, ჩვენ დროს ბავშვები რო ვიყავით 12 წლამდე არ შეიძლებოდა და ახლა მე 11 წლისა ვარ და მივედი და მოვატყუე ახლა 11 წელი. ერთი წელი მოვიმატეთ. ხო, ერთი წელი მოვიმატე. ახლა იგებეთ და მაშინ მოვუმატეთ რა ერთი წელი. და რო ვითამაშე ახლა მოვეწონე მაგას და რაღაც ტურნირია და საბუთი მოიტანეო და დამინახა რომ იქ ჩაწერილია სხვა. არა ალბათ კარგად თამაშობდა დამტოვენ რა. იმის შემდეგ თქვენ მარღანიას თასი მოიგეთ ხო? ეს 73-იანებმა ეს ჩემი ტრენერობის დროს რა. მე ეს ბავშვთა სკოლა რო დაამთავრეთ, მე ნორჩი დინამო, იუდე, სოხუმში. ხო, დუბლი იყო დინამო სოხუმში, იქაც
ცოტა ხანი ვიყავი, მე იქიდან ჯარში წავედი, ჯარიდან ჯარში სამსახურობდი. ლენაკანში. იქ ფეხბურთს თამაშობდი გუნდში. დივიზიის ნაკრები იყო და დავდივდი და რა ვიცი რა, თითქმის აი ეს ფოტოები ვერ მოვზევნე ბატონო გზარ ალბათ საიდულო. ის არც გადამიღია, მაშინ ვინ გადაგიღებდა. იქიდან რო ჩამოვედი, ახლა როგორ მოხდი დინამოს ოხუმში. თემურ შენს გახსოვს, იყო გუნდები სოხუმში, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ეს თასი ფინალი და ერთი გუნდი თამაშობს ბიტავიკთან და იმ გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდში ჩემი ზმაკაცები თამაშობ, ფეხბურთის თამაში არ მინდა მივდივარ. დამერეკა ერთ არა ვერ მოვალ მეთქი, დამერეკა მეორე არა მეთქი, მივდივარ, არ მინდა ფეხბურთის თამაში. დამერეკა ერთმა კაცმა, ძალიან მაგარა ადამიანმა. და მოდიო და თუ ჩემი ძმა ხარო და ის თამაში მოვიგეთ. გურამ გაბისკირია იქ ლესტოს ზუსტად გურანის ფოტოა ახლა თქვენ გახართ. ლესტოს იჭინავა, გურამ გაბისკირია, ბადრი გოგიშვილი, სავიჩი, ჩვენი უსაყვარლესი მწნელი გრამატიკობი. დიახ. ყველა ელიტა იგზის. და რო დამინახებს, ხო თამაშობდი, სადღაც მიცნობდი რა. და მეუბნებიან ხვალ ვეშებით მოხვალ ამ გუნდში, რო ივარჯიშო. დაგიბარეს დინამოში. ხო, ახლა უყურე, ისეთი პიროვნებები ჩამოვთვალე, გეუბნებიან ამათთან. უარს ვერ ეთყოდი. ეს სირცხვილის თოლფასია თავი მოგეჭრება და შენ თამაშობ, არ თამაშობ, სხვა არის, მაგრამ ურთიერთობა, ძმობა და გითხრა და იქიდან დავიწყე რა, და დღემდე ფეხბურთში ვარ. კი. 75 საქართველოს ჩემპიონატს თამაშობდი, 76-ში მეორე ლიგა იყო და მეორე ლიგა შენ გახსოვს და შენ გწუნება, ვინ გავკეთა? სიმონიანმა, ნიკიტა პავლოვი სიმონიანი იყო პირველი ადამიანი, ვინც თქვა სოხუმის დინამოს მეორე ლიგა უნდა ყავდესო რა. შემდეგ თქვენ წალენჯიხაში აღმოჩნდით, ხო? 79-ში ორი წელი ტრავმა მქონდა, 79-ში ნიაზ ბეჯიაფშიპა მოვიდა, ჩვენთან 78-ში მითხრენ გიგა იყო ნორაკიძე, მაგრამ არ ვიყავი ისეთ ხოძე, მივსულიყავი და ხო გამიგი ახლა ჩვენ ყველას თავმოყარეობა ქონდა რა. ეს იქ რომ მიხვიდე მაჩანჩალა არ უნდა იყო რა, იქ თავის საქმე უნდა გააკეთო. მერე 80 წელს ავედი ტალენჯიხაში მანამდე თამაშობდნენ გივი კოსტავა თუ გახსოვს ფეხბურთელი. ოსტროვსკი იყო რამდენიმე წლით ადრე ის ოსტროვსკი სოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ეს 70-იანებში ხო. გივი კოსტავა, ტოლიგ დრაჩ, მურთაზ, ანატოლი დრაჩ, ხო, სოხუმშიც იყო, ერთად თამაშობდი და მეც წავედი იქით რა. მე წავედი და იქ 4 სეზონი ვითამაშე რა. წალენჯიხის კურსში. მერე დაბრუნდით სოხუმში, გახდით ძნელი. სოხუმში ერთ ადგილზე ვზივართ, რა ვაკეთოთ? რა უნდა გააკეთო, ხო? ახლა შო დაამთავრე კარიერა. და ვზივართ ფეხბურთელებთან და მეუბნება, ძალიან მაგარი მეგობარი იყო. აფხაზი ბიჭი არ შემიძლია რომ არ თქვა ეს რადიო ნავიძმა ეს იყო ბატონი ხუტაკი კორიასი რესპუბლიკის სკოლის დირექტორის მოადგილე ერთად ბავშვობაში ფეხბურთი გვითამაშია ერთად ვიზდებოდით რა და ბოლომდე ზმაკაცები დავრჩით რა და მან დაგაწყებინათ წლების მოვიდა ჩვენი პლიადის ხალხი უკვე ახალგაზრდა მწვრთნელები მოვიდნენ რომელიც ენერგიით სავსე ვიყავით, ვიცოდით რა შეცდომები დაუშვით ჩვენ თვითონ, და რა შეცდომა არ უნდა დაეშვა იმ ფეხბურთელს, ვისთანაც შენ ვარჯიშობდი რა. და იქიდან დაიწყო ეს იყო 84-86-ში უკვე გავხდი სკოლის მთავარი მწვრთნელი და ავტომატიური ვარიანტი 73-იანი ნაკრების აფხაზეთის ნაკრების მწვრთნელი და 75-იანი მებარა რა. აქედან ნახდათ კაი გუნდი ყავდა საქართველოს ჩემპიონებიც ვიყავით, თასი დაგვიღია, მარღანიას თასი აგვიღია 99 წელს და მერე უკვე სოხუმის დინამოს დუბლების თავმჯდომარე. დაწინაურე, მეტყვი შედეგი დადო ნუგზარ ბოჯგუმ დაწინაურება და 90-ში გახდით. არ დავასახელებ იმ ბიჭებს, ვინც ჩემი გაზრდილები არიან და თვითონ თქვა, მინ გაზარდა, ყველა ფეხბურთი ითამაშა, დაჟე ომიანობის შემდეგ რუსეთში, გერმანიაში სადაც გინდა ყველა. ახლა მინდა შეგაწყობდნოთ, მაყურებლებს ვეტყვი, ვისაც არ ახსოვს, ახალგაზრდებმა მეტი შეიძლება არ იციან დაგუგლეთ. სოხუმის ხუმი 90-ში შეიქმნა მარტში. რამდენიმე დღეში დაიწყო ჩემპიონატი, ეს ახალ შექმნილი გუნდი იყო, რადგანაც სოხუმის დინამოს იმ დროინდელმა მესვეურებმა პოლიტიკური შეკვეთა ჰქონდა ზემოდან, რომ ეთამაშათ საკავშირის პირველ ლიგაში, გასული იყო საქართველოს გამოიყო ფეხბურთის კუთხით და სოხუმის დინამოს ძირითადმა ფეხბურთელებმა, ქართველებმა
ცნელების დიდმა ნაწილმა დატოვის დინამო და შეიქმნეს ახალი გუნდი, რომლის ორგანიზატორი იყო გურამ გაბისკირია, კლუბის პირველი პრეზიდენტი, მომავალში საქართველოს ეროვნული გმირი, სოხუმის მერი, მანამდე მაგარი ფეხბურთელი, მსაჯი და ასე შემდეგ. დიდი პიროვნება გურამ გაბისკირია. ხო და სოხუმის ხუმზე რომ ამბობ 90-ში 91-ში, 92-ში, სამ სეზონში ორჯერ გავიდა თასის ფინალში, 92-ში გახდა ვერცხლის პრიზიორი, მიშა ჯიშკარიანი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი და ერთ-ერთი წამყვანი გუნდი იყო საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. 93-ში, როცა უკვე რუსეთ-საქართველოს ომი დამთავრდა, სოხუმის ხუმმა ოჩამჩირის ამიერმა და კალის ზიურმა ბევრი სიძნელების სირთულეების გამო შეწყვიტეს მონაწილეობა ეროვნულ ჩემპიონატში 98-ში აღორძინდა ხუმი კიდე სხვა გუნდები, მაგრამ ახლა რა მდგომარეობაში რომელ ლიგაში თამაშობთ? ახლა ვთამაშობთ რეგიონ ლიგაში. ვარსებობთ. ახლა ზოგჯერ მეკითხებიან და ძმაკაცები რო რა გინდა ფული არა გაქვთ არაფერი, მაგრამ ეს სოხუმის ხუმს იმხელა დატვირთვა აქ. ჩვენთვის ხო ბატონო თემურ იმ აფხაზეთის ქართველი საზოგადოებისთვის და სოხუმის საზოგადოების წინაშე. ხო გასუხდები, ყველა ერთად ვაკეთებდით მაგ გუნდს, ხო? ყველა გვერდში ვედექით ერთმანეთს. იყო ომი. და მე ვიცი რომ გენოზარიას ბიჭი არის თქვენ გუნდში ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მანამდე რამდენიმე წელი საშა ცულაია სოხუმელი ბიჭი სპორტსმენი, ბევრი დრო არ აქვს, ამიტომ უნდა დავაჩქაროთ. გეხმარებოდა საშა ცულაია აქტიურად. რამდენიმე წელი. ახლა იქ უცხოეთში. ხო იქიდან და ახლა ეს სახელი მარტო ჩემი არ არის, ეს სახელი არის იმ საზოგადოების, იმ ქართველი საზოგადოების სახელი, რომელიც იქ იყვნენ ჩართული აი ამ მოძრაობაში და ამ გუნდის გაკეთებაში. მე ახლა ვიცი თქვენ მორიდებული ხართ, ჩემ აზრსაც ვიცი ბატონო გზარის ხომ ბევრჯერ ვისაუბრე, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოსგან, შესაბამისი სტრუქტურებისგან და კერძო ბიზნესმენებისგან აუცილებლად მოვა ის დრო, როცა მეტხარდაჭერას მიიღებს სოხუმის ხუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ეს გუნდი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში იმ პერიოდში, ახლა არსებობს როგორც თქვენ თქვით, ბევრი სირთულეები აქვს, მაგრამ რასაკვირველია კერძო სპონსორი და თუ იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილება ამ გუნდის გაძლიერების, როგორც გაგრარის, იქ ბესო ჭიხრაძე, გოდერძი ჭიხრაძე იყო, კიდე სხვები, სერიოზული გუნდია ხო გაგრაუ, ეროვნულ ლიგაში ორჯერ ევროპაზე გავიდნენ და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ დიდი 20 წელი 21 წელია ხო გაგრას გუნდი არსებობს აქ, მაგრამ სოხუმის ხუმის და ოჩამჩირის ამირანი გალიზიურის ეს გუნდები უნდა აღდგენ, სოხუმის ხუმი უნდა გაძლიერდეს, სოხუმის დინამოც არის ვიცი რეგიონულ ლიგაში, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, ვიცი ბატონო გზარ, წვალობთ ვიცით, ბევრი მეტი მხარდაჭერა თქვენი მეგობრების მეშვეობით, კი რაღაც დონეზე არის მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მეტი გინდათ რომ ეს გაძლიერდეს, თავისი სტადიონი. ხო, არ შემიძლია აქ რო არა ვღნიშნო ახლა გასულ წელს ჩვენ ვერ მოხდით დაფინანსებაში. დარჩით ჰაერში. ხო. მივედი ბატონ თამას ხუბუასთან ველაპარაკე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ყოფილი ფეხბურთელი. ვიცი. კაი კაცი, კაი ადამიანი. მე წავედი სპორტის სამინისტროში ჩვენთან. იქ ბიჭები ახლა ყველა სახელს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა გულის ტკივილი და ყველაფერი ახლოს მიიტანა აი ამ ჩართულობაში ჩვენ რაღაცა დახმარება სტადიონის და გადასახდელი რაც იყო ფედერაციაში. ხა ეს ფული, ამ ფულით ვარსებობთ, მაგრამ დიდი მადლობა რომ ხო ისე კი არა, ზერელეთ კი არ მოსულა და ყველაფერი ახლოს მიიღეს და ყველაფერი გავკეთეს. ის მინიმალური რაც ახლა რაც დასამეტებელი ამ თემაზე უნდა ვთხოვოთ აი სოხუმის ხუმის მნიშვნელობაზე ბატონ თემურ მჟავიას. ცნობილი საზოგადოებაში საზოგადოებრივ და პოლიტიკური მოღვაწე, ვიცნობ 40 წელია ჯერ კიდევ სოხუმში 80-იანი წლებიდან. ერთად მოვდივართ. დიახ. საქართველოს პარლამენტის უზენაესი საბჭოს პირველი დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატი, ხელი მოაწერა 91 წელს დამოუკიდებლობას აქ სხვა დეპუტატებთან ერთად. 91 წლის შემოდგომიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს
დეპუტატი დღემდე. ერთი პერიოდი 2004-2009 წლებში იყო უმაღლესი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხო, 2004-დან 9-მდე. მაგრამ თავარია ჩემთვის ის არის, რომ ის 80-იან წლებში, 90-იანებშიც იყო ხარდაჭერი შემდგომ პერიოდშიც სპორტული ღონისძიებების ჩატარების და რაც თავარია სოხუმის ცხუმი რომ ატარებს იმ სახელს იმ დროს 90 წელს არა მარტო საფეხბურთო გუნდი, არამედ სასტუმრო ცხუმი, არამედ სოხუმში ერთ-ერთი საუკეთესო საერთოდ სანაპიროზე კავკასიის და საკავშირშიც ერთ-ერთი საუკეთესო პლუს ანსამბლი, ხო, კიდევ ბევრი სახელი, რომელიც ამ სიტყვების აღორძინების და ამკვიდრების ერთ-ერთი თავარი ორგანიზატორი, ინიციატორი იყო თემურ მშავია. აი მინდა გთხოვოთ ახლა, აი როგორ მიადეკით ამ თემას, აი ცხუმი თქვენ ისტორიკოსი ხართ, ისტორიული გაქვთ, ისტორიის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული სოხუმში, ხო? უნივერსიტეტში. გთხოვოთ ბატონო თემურ. ესე იგი ისტორიაში ჩაღრმავება ალბათ ჩვენ საკმაოდ შორს აგვიყვანს, მაგრამ არ შეიძლება აი ამ ესე იგი აი ცხუმთან დაკავშირებით არ ვთქვა რამოდენიმე წინადადება. ეს არის სოხუმის ადრე ფეოდალური პერიოდის დასახელება, რამოდენიმე საუკუნის მანძილზე ისტორიაში ქალაქი სოხუმი როგორც ცხუმი პრაქტიკულად სოხუმი იგივე ცხუმია, ეს არის ტრანსფორმირება მოხდა თურქული ენა, საერთოდ თუ ცხუმის შემდეგ სოხუმი რომ დაერქვა თურქული ენა ხო თანხმოვნების ესე იგი ერთად ყოფნას ვერ გუობს, ამიტომ მასში ესე იგი აღმოჩნდა ესე იგი სოხუმი და აქედან ეს თურქობის პერიოდში რა თქმა უნდა დაუმკვიდრდა ეს სახელი ჩვენს ქალაქს და ამდენად ყველაზე ესე იგი აი ცნობილი ჩვენთვის ცნობილი საქართველოს ისტორიის ის პერიოდი სადაც ცხუმი წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრს ჩვენი ქვეყნისა აი აქედან გამომდინარე მას ჰქონდა უარსა დიდი მნიშვნელობა. ახლა საქმე რაშია? არის საზოგადოებაში განსხვავებული აზრი არსებობს, რომ ეს კოლექტივები არ უნდა გაყოფილიყო და მათ შორის საფეხბურთო გუნდიც, მაგრამ ეცით ჩვენ შედეგიდან გამომდინარე პოლიტიკური სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო, იქ გაუსაძლისი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ იმდენ დაპირისპირების ფონი, ესე იგი ეს ფსიქოლოგიური ფონი იმდენად მძიმე იყო, რომ ესე იგი ძნელი იყო ესეთ ვითარებაში ყოფნა. ამიტომ ეს ბუნებრივად მოხდა ალბათ ჩემი აზრით ყოველივე ეს. არა, მარტივად გეტყვით. 90 წლის თებერვალში, როცა დინამოს საბჭოს აფხაზეთში, სოხუმში გაფართოებული სტომა ჩატარდა, სეპარატისტებმა მოსკოვის ხარდაჭერით მოახერხეს ისე ამის წაყვანა, რომ სოხუმის დინამომ უნდა ითამაშოს საკავშირო ჩემპიონატში. მანამდე საქართველოს ესე იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში და იმ მომენტში სოხუმის დინამოსთან გაყოლა საკავშირო ჩემპიონატში ნიშნავდა, რომ ჩვენ უღალატებთ საქართველოს. ამიტომ ფეხბურთელებმა დატოვეს, ძნელებმა დატოვეს სოხუმის დინამო და შეიქმნა κλუბი, რომელსაც დაარქვეს თქვენი იყავით საგოლი პასის ინიციატორი, ხო? ცხუმი. კი, ტოპკა მეავწია ეს. ასისტი, ხო. ეს ბატონ ჯამლეც უყვარდა, სხვათაშორის ამ ტერმინის გამოყენება ტოპკა. აწეული ტოპკა. თუმცა მანამდე იყო, ესე იგი, ალბათ ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, როდესაც შეიქმნა ხო ქართული სიმღერის და ცეკვის ანსამბლი, რომელზედაც მე სტატია დავწერე ჩვენს ადგილობრივ გაზეთში და იქ პრაქტიკულად არ დავეკითხე კოლექტივს ისეთნაირად დავარქვი რა კი ესე იგი სიურპრიზად წარუდგინე მკითხველს რომ შეიქმნა ესე იგი სიმღერის და ცეკვის ანსამბლი ცხუმის დასახელებით და ნუ ამას მოყვა რა თქმა უნდა დიდი მნებათა ღელვა იმ პარტიულ და სამეურნეო სტრუქტურებში ყველაფერი ის რაც ქართულის ნიშნით იქნებოდა წამოწყებული და განვითარებული, ესე იგი ამას იმდენად დიდი წინააღმდეგობა მოყვებოდა ხოლმე. აი ამ არა ქართული ასე ვთქვათ სივრციდან, რამს წარმოუდგენელია. დღეს შეიძლება ამაზე ალბათ უკვე ალბათ უკვე საუბრობთ, ესე იგი შეიძლება ისტორიული სახელი აღუდგინეთ, ისტორიული სახელი. აი ბოდიში რომ მე ახლა შევასწორებ. 17 მარტს იყო ის დინამოს საბჭოს 90 წლის გაფართოებული სტომა და
როცა დინამოდან გამოვიდი და რამდენიმე დღეში შეიქმნა ცხუმი, იქ უკვე ცალკე შეკრება იყო სოხუმში და თვითონ იდეა გაახმოვანა დიმა ჯაიანმა, რომ სოხუმის ცხუმი დავარქოთ, მაგრამ ეს იყო თქვენი ეს გაფართოების ჯგუფის წევრების იდეა და დიმამ გაახმოვანა იმ თათბირზე. კი ბატონო. მე შემდგომში უკვე როდესაც დაფუძნდა თუ გახსოვთ თქვენ ესე იგი სანაპიროზე ახლა გასნილი რესტორანი იყო და აღნიშნეთ თავის დავაწყდია ჩვენი ცხუმის გუნდის პრაქტიკულად ესე იგი ორი გუნდი იყო ესე აშკარად გამოკვეთილი ფავორიტი საქართველოს აი ამ ძალიან ჩემპიონატში თბილისის დინამო რომელიც უკონკურენტო იყო ბუნებრივია ის მოდიოდა იმ დიდი ინერციით რომელიც ინერციაც მან შეიძინა საკავშირო ჩემპიონატში დიდი ხნის მანძილზე და პრაქტიკულად მას კონკურენციას ასე გურიაც პირველ სეზონში გურიაც ტორპედო მაგრამ ცხუმის 3 წლის განმავლობაში იყო ცხუმის 3 წლის მანძილზე ესე იგი ну იყო კიდე სხვადასხვა გარემოებები რომელზედაც ახლა არ შევჩერდები αλλά საქმე რაშია ახლა ცხუმთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და მე მინდა ერთი ანალოგია მინდა ესე იგი მოვიტანო აზერბაიჯანთან მე აზერბაიჯანის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას ვთვლი რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ იქ მეგობრები მყავს და როგორ შეიქმნა ესე იგი საფეხბურთო კლუბი ყარაბაღი 21-22 წლის უკვე დიახ ესე იგი ყარაბაღი ეს არის აგდამის რომელიც ოკუპირებული იყო იმ პერიოდში დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც სოხუმი კი სოხუმი იმყოფებოდა და ესე იგი აი ამ გუნდის მშენებლობაში ჩაერთო მთლიანად მთელი აზერბაიჯანი ილხან ალიევის ხელმძღვანელობით მათთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ეს სახელი ესე იგი გაეტანათ აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ და რა თქმა უნდა ამას პოლიტიკური დატვირთვა ეს სხვადასხვა სიტყვა მოიტანა და მე იმასაც ვიტყვი რომ შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის საინტერესო როგორც ჩვენ თავის დროზე გადავწყვიტეთ და ცხუმი დავარქვით იქ შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი ყარაბაღი მიუხედავად იმისა რომ არსებობდა ცნობილი და აწლეულების მანძილზე ფუნქციონირებდა აკადემიური სიმღერისა ცეკვის სახალხო აკადემიური ანსამბლი აფშერონის სახელწოდებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეძლეოდა უპირატესობა გასვლები იყო საგასრულო გასვლებზე, ეძლეოდა უპირატესობა ყარაბაღს აზერბაიჯანი. იმიტომ რომ ეს იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღესაც ალბათ ფეხბურთის მოყვარულები, აი საზოგადოება, რომელიც თვალყურს ადევნებს საფეხბურთო ცხოვრებას, 20 წელია საკმაოდ წარმატებით გამოდის ევროპაში. თქვენ წარმოიდგინეთ. კი, ლეგიონერებიც სავსეა, მაგრამ ყარაბაღ აზერბაიჯანი. კი ბატონო. ესე იგი მე-7 წელიწადია, ესე იგი თამაშობს ერთხელ კონდათ, ესე იგი გამოტოვე 7 წლის მანძილზე უკვე სტაბილურად ჯგუფურ, ასე ვთქვათ, ესე იგი ერთ პატარას შეგაწყვეტინეთ თუ შეიძლება. მე როგორც თორსა ვიყავი ყარაბაღის მატჩზე 1-8 წლის უკან სამტრედია ჩემპიონი რომ გახდა ყარაბაღს ეთამაშა და იქ მითხრეს რომ ილხამ ალიევმა 22 წლის წინ 2003-4 წელია დაახლოებით როცა გადაწყვიტა ეს გუნდის გაძლიერება სახელმწიფო რესურსებს გადათხოვა რამდენიმე ბიზნეს კომპანიას. მიხედეთ ამ კლუბს, ეს გუნდი ყარაბაღი უნდა იყოს ჩვენი სახეო და თხოვა და დაავალა და მიხედეს სერიოზულ დონეზე მიდის ეს კლუბი ძალიან სერიოზულ დონეზე ახლა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაგრამ ხომ ჟღერს ეს პოლიტიკური დატვირთვას. როგორც ანორთოსისი კიპროში, ის დენილთა გუნდია, ხო იმ კიპროსის ნაციდან რომელიც თურქეთმა დაიკავა და იქ ცალკე თემაა, მაგრამ ანორთოსი დენილთა გუნდია და სერიოზულად კეცბაია იყო იქ წნელი და სერიოზულ შედეგებს დადო ანორთოსისმაც. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა ვაუწყო ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო კლუბ ცხუმის არსებობა და მისი ღირსეულად არსებობა პრაქტიკულად ეს გაძლიერება კი ეს სახელმწიფოებრივი დატვირთვის საქმეა, ამიტომ მოუწოდებ ყველას, ვისაც ხელი ეწიფება, ვისაც გარკვეული რესურსი გააჩნია, რომ ხარი დაუჭიროს საფეხბურთო თქვენ ამბობთ უფრო მაღალ დონეზე, რომ მე ვიცი რაღაცა დახმარებები იყო წინაპირლებში, მაგრამ თქვენ ამბობთ უფრო მაღალ დონეზე რომ უფრო მაღალ დონეზე.
ჩვენ მაგალითად ჩვენთვის ალბათ მაგალითად საკმარისი იქნება ალბათ ყარაბაღის კლუბი მაჯორის ანაორთოსისის ხო რა თქმა უნდა რამდენი და რა მოცულობის მხარდაჭერა ჰქონდა მას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან ასევე საზოგადოებიდან და ბიზნესიდან კერძო სექტორიდან და მე ვფიქრობ რომ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა გააჩნდეს ალბათ აი ამ საკითხის დაყენებას და ნუ არ ვიცი ალბათ იმ დონემდე აყვანას რაც შესაძლებლობას მოგცემს და მე იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ალბათ ჩვენ მაინც აუცილებლად იმ დონეს მივაღწევთ სოხუმის ცხუმი იმ დონეს მიაღწევს რომ იგი აუცილებლად გავა ევროპულ ტურნირებზე და პრაქტიკულად იქნება ჩვენი სიამაყის ესე იგი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება და იქნება ალბათ ქართული სპორტის ისტორიაში საკმაოდ წინ გადადგმული ახლა მე შეგაწყვეტინე 92 წელს როცა სოხუმის ცხუმი გახდა ვიცე-ჩემპიონი გადაწყვეტილი იყო თბილისის დინამო და სოხუმის ცხუმი უკვე განაცხადი იყო გაგზავნილი UEFA-ზე რომ ჩვენ თბილისის დინამო სურათი რო აჩვენე ის დღეა უნდა მიიღოთ მონაწილეობა მაგრამ ივლისში ეს დადგენილი გვაქვს ზუსტად კოლოსკოვის ჩარევით, რომელიც იყო UEFA-ს თუ FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტი, მან აუხსნა იქ რომ საქართველოში დაძაბული სიტუაცია კაფსაძე გაიტაცა, არა, ომზე არ ვთქვა, დაძაბული კაფსაძე გაიტაცეს და ორივე გუნდი ჩახსნეს თბილისის დინამოს და სოხუმის ცხუმიც. და მე 2002-ში რომ ჩამოვიდა რუსეთის ნაკრები, შუქი რომ გაქრა მეორეჯერ, ორივეჯერ იყო კოლოსკოვი როგორც მე ერთხელ ზუსტად ვნახე და შევეკითხე მას ეს რატომ გააკეთეთ მეთქი რუსეთის ფეხბურთის федерации президент იყო და UEFA-ში და FIFA-ში авторитети ჰქონდა Зачем сейчас вспоминать то, что было давно? Уари арუთქოს მე ზუსტად ვიცი დადგენილი მაქვს, ხომიც ისე არ ვიტყვი ჰაერზე რომ მან ბევრი კულისებში იმუშავა, რადგანაც ქართული ფეხბურთი გამოიყო უცბად და მანამდე კი SSR-ის უკვე დაიშალა, მაგრამ რაღაცა მიზეზების და მოტივების გამო ხელი შეუშალა ჩვენ გუნდებს, თორემ პირველი მატჩი უნდა აგვისტოში უნდა ყოფილიყო სოხუმის ცხუმის ევროპაზე და თბილისის დინამოს. შვეიცარიის გუნდს ხვდებოდით. არა, ჯერ მოგონი კენჭისყრა იყო. კენჭისყრა არის, მაგრამ შენ მოსალოდნელი კალათა, ხო, მოსალოდნელი და ეს იმიტომ ვამბობთ რომ თქვენ მაშინ შვეიცარიის გუნდი გადაურჩა წაგება. არა, მაშინ შვეიცარია ისეთი გუნდები არ იყო როგორც დღესაა, ხო. სოხუმის ცხუმი თქვენ ბატონო ბოდიში ხო და მე გავიგე თქვენი მოტივი რომ თქვენ მიმართავთ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებას, არა მარტო ხელისუფლებას, დიახ. ბიზნეს წერს, კერძო სექტორს მეტი ყურადღება სოხუმის ცხუმს, ну რასაკვირველია გაგრა კარგად თამაშობს გაგრასაც და ოჩამჩირი და გალის გუნდების აღორძინებაზეც უნდა იყოს აუცილებლად ყველა ამ გუნდის აღორძინებაზე ალბათ თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა ვიფიქროთ საკმარისია ალბათ გამოვხატოთ მაქსიმალურად აი ჩვენი სურვილი ეს ნებაში გარდავსახოთ და მე ვფიქრობ რომ გარანტირებული წარმატება გვექნება რამდენიმე წელი უნდა მას თქვენ ახლა ხან ხო ამას წინათ ახსენეთ ესე იგი ნიკიტა სიმონიანი რომელიც 99 წლის ასაკში ერთი კვირის უკან გარდაიცვალა და ის მას ნამტკმა უნდა და ჩვენ ვიცით ამის შესახებ რომ გარკვეული დამსახურება გააჩნია სოხუმის დინამოს ან ჩემპიონი იყო სოხუმის დინამოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო სიმონიანი კი ბატონო ამიტომ ესე იგი მინდა რომ მაინც გულის ტკივილით აღნიშნო რომ ის საკმაოდ ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი იყო სოხუმელი კაცი და თბილისის დინამოში იყო მოწვეული ზუსტად ვიცით მასაც ვესაუბრე 46-ში და რაღაცა მიზეზების გამო არ შედგა მისი დარჩენა მე წავიდა რუსეთში კრილესავეტოვ მე სპარტაკი ასე შემდეგ მაგრამ თბილისის დინამოში უფრო სერიოზული დონის ფეხბურთელი იყო რაც შეეხება სიმონიანს უდიდესი ფეხბურთელი იყო მწნელი ახლა გასაგებია რომ ბოლო წლებში ისეთი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით ყირიმთან იმასთან ნუ ახლა ის არ იყო პოლიტიკური მოღვაწე მიუღებელია ჩვენთვის მაგრამ როგორც ფეხბურთელი იყო დიდი ფეხბურთელი და ოლიმპიური სპორტსმენები ესეთი სახის განცხადებებს აკეთებენ ეს არა იქ რუსეთის სიტუაცია ხო ზეწოლას განიცდიან ისინი და შეიძლება ზეწოლას შეიძლება თვითონ გამოიჩინა ინიციატივა რომ ამით აჩვენა რომ მე თქვენთან ვარ ახლა რთული სათქმელია მაგრამ თავარი დიდი ფეხბურთელი იყო დიდი გარდა ამისა ხო ასაკოვანი ადამიანი ხო კი რასაკვირველია დიდი ფეხბურთელი ხშირად ახლა რა დიდი ნებათა ღელვა გამოიწვია ახლა
გიორგი შერმადინის არ მინდა ახლა ეს ამ თემაზე არა მე ვამბობ ესეთნაირად რომ ესე იგი პრაქტიკულად ესე იგი ჩვენ ესეთი სახის ჩვენ ამან პროვოცირება საზოგადოება არ უნდა აკეთებდეს, როდესაც ესე ცდილობს საზოგადოება რომ ჩართონ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში სპორტში. რადგანაც შერმადინი ეს არ შეიძლება ესეთნაირად სულთან სპორტულად გეტყვით. გიორგი შერმადინი ახალგაზრდა იყო და ნორჩი იყო, როცა ჯამლეთ ხუხაშვილმა გადაიყვანა ნატახტარიდან თბილისში, დაინახა მასში დიდი ნიჭი, ნოდარ ქორქია, მიშა ხუხაშვილი და ჯამლეთ ხუხაშვილი ავარჯიშებდნენ და პირდაპირ საქართველოსთან წარევიდა სერიოზულ კლუბში პანათინაიკოს საბერძნეთში, 19 წელი ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, განსაკუთრებით ორჯერ ევროლიგა მოიგო პანათინაიკოს და ოლიმპიაკოს შემადგენლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5-6 წელი ტენერიფეს შემადგენლობაში ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელი, შეიძლება ნაკრებში ასე არ წინავდა, იმიტომ რომ ეგ ნაკრები ერთია, გუნდი სხვა არის, ნაკრებში ჩვენ ფაქტურად 7 კაცი თამაშობთ. 7 კაცით 12-ია შემადგენლობაში 7 კაცზე მიდის ყველაფერი. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელი, იმიტომ რომ 1-4-5 კაცი ან არ ათამაშებენ, ან შედარებით სუსტები არიან 7 კაცზე და ასე შემდეგ. უკრაინას მატჩი რომ წავაგეთ, თავისუფლად შეიძლება იმ მატჩის მოგება. ამაზე ცალკე ვისაუბრეთ, ახლა არ მინდა გავაგზავნო. შერმადინმა დიდი როლი ითამაშა ქართული კალათბურთის და საქართველოს ნაკრების განვითარებაში, იმ პატარ-პატარა მიღწევებში, რომ გავედით ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, წელს ითამაშა ევროპის ჩემპიონატი 8 საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდა გუნდი, რომელსაც 7 კაცი აქვს მოქმედი დანარჩენები 1-2 წუთით გამოდიან, ან საერთოდ არ თამაშებდა. სხვა ნაკრებებში ნახეთ ალბათ, ხო თემურ? ფაქტურად 10 კაცია ჩართული 12-დან 10-11 ჩვენთან 7, 6-7. ამიტომ რესურსი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებშიც უკვე გამოჩნდებიან, თუმცა ძალიან რთული პერიოდია შერმადინი წავიდა, რამდენიმე წელიწადში თოკო შენგელიად წავა, ალბათ მუდმივად ხომ არ იქნება და ალბათ უკვე მთელი სიმართლე რომ გითხრა ბატონო გზარ, არ მიხარია რომ NBA-ში მიდიან. იმიტომ კი არა რომ არ მიხარია მათი წარმატება. NBA ნოემბერში და თებერვალში არც ერთ კალათბურთელს ნებისმიერ ქვეყნას არ უშვებს ნაკრებში. ეს ფანჯარა არის გააჩნია. დახურული ჩვენთვის და ესე იგი 2-3 კაცი გვაკლდება და ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია 2-3. ყველა შემთხვევაში ბატონო თენგის NBA არის ესე იგი მაგარ დიდი სტიმულატორია ნებისმიერისთვის ხო? კი. ვერაიდან ყველა ცდილობს რომ ესე იგი აი არის დონეზე ითამაშოს. იგივე შერმადინმა შენგელე მეიბის გარეშე მიაღწიეს უდიდეს შედეგებს. ამიტომ ნაკრების ეგოისტურად რომ ვთქვათ, არ მიხარია რომ NBA-ში, იმიტომ რომ ნაკრებში არ უშვებენ იმ პერიოდში. შეიძლება დადგება ის დრო, როცა შეთანხმება მოხდება FIBA-ს და NBA-ს შორის, რომ ერთი ფანჯარა მაინც გამოუშვა, გამორიცხულია ჩემი აზრით ალბათ, სავარაუდოდ ეს ასე, მაგრამ მე მიხარია, როცა ჩვენი სპორტსი მიდის NBA-ში, მაგრამ ნაკრები სუსტება ამით. ნოემბერში და თებერვალში ფანჯრების დროს. თორემ ზაფხულში უშვებენ, ზაფხულში და ევროპული გუნდები ამას შერიგებულები არიან, ამიტომ ხო, ამიტომ რესურსი მეტია. რესურსი მეტია, ბუნებრივია. ამიტომ ეს რესურსი ჩვენთანაც უნდა შეიქმნას, ბუნებრივია. როგორც კალათბურთში, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობებში. შერმადინის ასე დიდ მიღწევაში თვითონაც აღნიშნავს ყოველთვის ბატონმა ჯამლეთ ხუხაშვილმა ითამაშა უდიდესი როლი. ახლა რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, დანიასთან გვაქვს თებერვალ მარტში 2 მატჩი, 2-ვე უნდა მოვიგოთ და გასვლაზე უნდა მოვუგოთ უკრაინას. თუ 14 ქულით მოვიგეთ, მაშინ მეორე ადგილზე თუ უკრაინამ 2-ვე წააგო ესპანეთთან. ძალიან შანსები გვაქვს, მაგრამ სავარაუდოდ მესამე ან მეორე ძალიან მძიმეა, ხო. ჩვენი გადაცემის დრო ბატონ თემურ ამოიწურა, ბოდიშგიხდით. დიდი მადლობა ბატონ უგზარ, ბატონ თემურ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძვირფასო ტელემაყურებელო რადიოსუნელებო. პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი, საქართველოს დამსახურებული წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის ამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. გადაცემის სტუმრები იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელი და მწნელი, სოხუმის ცხუმის მთავარი მწნელი ბატონ ნუგზარ ბოჭგვა, დიდი მადლობა ბატონ ნუგზარ და სპორტის
ცოდნე და აქტიური გულშემატკივარი, საქართველოს უზენაეს საბჭოს ყოფილი დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი 99 წლიდან დღემდე, ბატონო თემურ მჟავია, რომელიც იყო და არის სპორტული ღონისძიებების აქტიური ორგანიზატორი. დიდი მადლობა ბატონ თემურ მობზანდით. მაყურებლებს კი უნდა უსურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.